Spider-Man Sonic-ი პირველი ლიდონისგან. Spider-Man Sonic-ი 1 მილიონი დონისკენ. Spider-Man Sonic-ს ძალიან დაბალი დონე აქვს და წააგო შეჯიბრი Venom Sonic-თან. ამიტომ მოგვიჭირს გაუმჯობესოთ Spider-Man Sonic-ის დონე ყველაზე მაღალამდე. შევძლებთ კი სიმბიოტების შეჯიბრში გამარჯვებას და მსოფლიოს გადარჩენას. წავედით! კარგი. ყველას მოგესალმებით დიდ საბოლოო შეჯიბრებაში. ამ სიმბიონტების შეჯიბრში თქვენი თამაშებთ 1 მილიონი დოლარისთვის. და თქვენ ყველანი ირბენთ, რომ სცადოთ პირველებმა მიაღწიოთ ფინიშს და მოიგოთ პრიზი. ეხლა უნდა აჩვენოთ თქვენი სიმბიონტის ზურმუხტი და ის დონე, რომელ სიმბიონტამდეც მიაღწიეთ. მე ვარ სიმბიოტი სონიკი, რომელმაც მიაღწია 999,000 დონეს. მე საოცარი დონე მაქვს. მე ვარ სიმბიოტი სონიკი, რომელმაც მიაღწია 100 დონეს. ესეც საოცარია. მე სუპერ გაძლიერებული ვარ. მე ვარ სიმბიოტი სონიკი, მე 10,000 დონეზე. ჩემი სიმბიოტის თეთრი ზურმუხტის წყალობით ეს შევძელი. მე ვარ 1000 დონის სიმბიოტი სონიკი, ეს ძალა მაქვს მწვანე სიმბიოტის ზურმუხტისგან. და მე ვარ ვარდისფერი სიმბიონტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხმა უცნაურად ჟღეს, მე ვარ სიმბიონტი სონიკი მე-100 დონეზე. და მე მაქვს წითელი ზურმუხტი. მე ვარ სიმბიონტი სონიკი. მე 10 დონეზე. ამ რბოლაში მივიღებ მონაწილეობას. და მე უბრალოდ ვარ 1000 დონის სიმბიონტი. სათე, სინამდვილეში ეს ტყუილია. მე შეღწეული ვარ. მე ვარ Spider-Man-ის სონიკი და უნდა ვეცადო, რომ ამ სიმბიონტებს მოვუგო, რათა გადავარჩინო მსოფლიო და ის ფული ჩემთან დარჩეს. მაგრამ მხოლოდ მე 1000 დონის ზურმუხტი მოვიპოვე, ასე რომ მომიწევს სცადო რბოლაში მონაწილეობა და სხვა სიმბიონტების ზურმუხტების მოპარვა. ძალიან კარგი. ეხლა როცა ყველანი წარდით, სიმბიონტების რბოლა იწყება. 3-ზე 2 1 წავედით. და მე ყველაფერს ვდებ, დიახ. ეს არის 999,000 დონის სიმბიონტის ძალა. მე სუპერ საბი ვარ, სუპერ დიდი ვარ და რა თქმა უნდა სუპერ ძლიერი ვარ. ასე რომ თუ რომელიმე თქვენგანი ჩემთან მიახლოებას ცდის, ეს შეუძლებელი იქნება. იმიტომ რომ მე თქვენზე უფრო სწრაფი ვარ, უფრო ძლიერი ვარ და თუ მომიახლოვდებით, გაგანადგურებთ. მოიცადე, მე ხომ 100,000 დონის სიმბიონტი ვარ და საოცარი ძალა მაქვს. ამ ძალით ვაპირებ დაგამარცხო. ის ფული მე დამრჩება და ახალი სიმბიონტების მეფე მე ვიქნები. ასე შევძლებთ ყველა ადამიანის განადგურებას და სიმბიონტები დაიფხრობენ მთელ მსოფლიოს. დიახ, აი ასე მომწონს. ჰეი, სად გონიათ რომ მიდიხართ? ნამდვილი ყველაზე ძლიერი სიმბიონტი მე ვიქნები. შეიძლება ჩემი სიმბიონტის დონე მხოლოდ 10,000 იყოს, მაგრამ ეს საერთოდ არ მადარდებს, რადგან ყველაფრის გაკეთება შემიძლია. სიმბიონტების სახელს გავადიდებ და დავანადგურებ ყველა მტერს, ვინც ჩვენ წინააღმდეგ რამეს გააკეთებს. და ასევე მე ვარ დარჩენილი, მე 1000-დონიანი სიმბიონტი. მწვანე სიმბიონტი. იერადები მთელს ხელზე მაქვს და შეიძლება ისეთი სწრაფი არ ვიყო, მაგრამ თუ ვინმე გადამეღობება, ჩემს მთელ ძალას გამოვიყენებ და გავანადგურებ. ასე რომ, მოემზადეთ, თქვენგან არც ერთი ვერ დამიმტკიცებს საპირისპიროს. ამ შეჯიბრებას მოვიგებ და ფულს დავიდოვებ. დიახ. ჰეი, რაც მე დამივიწყოთ, რა ხდება? იმიტომ რომ ვარდისფერი ვარ და ქალის ხმა მაქვს უკვე დამივიცებთ. არა, ამას არ დაუშვებ. მე ვარ ვარდისფერი სიმბიონტი, ჩემი დონე 100-იან და ისევ ძალიან ძლიერი ვარ და ყველაფრის გაკეთება შემიძლია. თქვენ ყველას დადამარცხებთ და სიმბიონტების ნამდვილი მეფე გავხდები. ეს მსოფლიო ჩემი იქნება და ფულიც. რა თქმა უნდა ისიც. ჰეი, ედიწოდით, ჩემ გარეშე არ გახვიდეთ. რა ხდება? იმიტომ რომ მე 10 დონის სიმბიონტი ვარ, აღარ მითვლები? შეიძლება თქვენზე სწრაფი არ ვარ, მაგრამ მაინც ბევრი ძალა და პოტენციალი მაქვს. ბოლოს მაინც გავიზრდები და ყველაზე ძლიერი სიმბიონტი ვიქნები მსოფლიოში. ნახავთ. კარგი, როგორც ჩანს, არც არ გაუჩნდა ეჭვი ამ რბოლაზე. ვერ მოვიგებ, რადგან მხოლოდ მე 1 დონის Spider-Man Sonic-ი ვარ. მაგრამ შემიძლია მე 10 დონისას, რომელიც ძალიან ნელია. მოუპარო მისი ზურმუხტი, რომ ჩემი ფეხბურთი გავაუმჯობესო. ძალა, ობობას გრძნობა გააქტიურებულია. ასე მომწონს. ეხლა ობობის ქსელებით გავკანდები, ზუსტად ასე, წავედით.
კარგი, აი ისიც, როგორც ჩანს, სულ უფრო ნელდება. ჰეი, შენ, სად გონია რომ მიდიხარ? ხელებს ობობის ქსელით შეგიკრავ. აი, ვერ გათავისუფლდები. ჰეი, არ გათავისუფლდე, გითხარი. მგონი უკეთესია, იქვე დათხოვებული დარჩე. დიახ, უკვე დავამარცხე. ეხლა მის მე-10 დონის ზურმუხტს ავიღებ. დიახ, აი ისიც, მთლიანად ჩემი გახდა. ეხლა გამოვიყენებ მას, რომ გავაუმჯობესო ჩემი სპაიდერმენ სონიკის ფორმა მე-10 დონეზე და შევძლო სხვა სიმბიონტების დამარცხება. სრაფად მეგობარო, გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გააუმჯობესო სპაიდერმენ სონიკის ფორმა. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერ სიტყვა სპაიდერმენ სონიკი, შეძლებ მიიღო მისი ყველა ძალა. ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი. დრო გვეჭურება, არა. დიახ, გავაუმჯობესე ჩემი სპაიდერმენ სონიკის ფორმა და ახლა გავაგრძელებ შეჯიბრებას ჩვეულებრივად. ეჭვის გაჩენის გარეშე და ყურადღება ყველა სიმბიონტს. გამოცხადდით ფინიშის ხაზთან, რადგან გამარჯვებული გვყავს. ცხადი იყო, რომ ასეთი დაბალი დონით რბოლას ვერ მოვიგებდი, მაგრამ კარგი, ჩემი საიდუმლო მისია გრძელდება. ვნახოთ, ვინ მოიგო და რას შეძლებ. კარგი. უკვე აქ ვარ. ვინ მოიგო? ხმერთო ჩემო, აბა როგორ არა? მართლაც, ნამდვილი საბოლოო სიმბიონტი აპირებდა მოგებას. ასეა, ყველა მიულოცო დიდ პატივს საბოლოო სიმბიონტ სონიკს, მილიონიანი კლასის დონეზე. დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიმარჯვე. ახლა ეს ფული ძალიან გამომადგება. მე მას გამოვიყენებ, რათა სიმბიონტები მოვიყვანო ამ სამყაროში და საბოლოოდ შევძლოთ მისი დაპყრობა. ასე რომ უმჯობესია ყველა თქვენი ზურმუხტი კარგად შეინახოთ, რომ არავინ მოგპაროთ. დააკენეთ ისეთი გამოცდები, რომ ვერავინ გადალახოს ისინი. და ასე საბოლოოდ შევძლებთ. ერთი წუთით. სიმბიონტე სონიკი, მე მინდა რომ გამოგიწვიო რბოლაში ერთ-ერთზე სიმბიონტების ტახტისთვის. მე სიმბიონტი ვარ, როგორც შენ, აბა რა სიტყვით ათანხმდები, კი? მართლა, მე თითქმის 1000-იანი დონის სიმბიონტი ვარ. შენ კი მხოლოდ მე-10 დონის. მაინც, ჩემთვის მისაღებია, ვთანხმდები. მოემზადე, კარგად გაგილახავ და დაგამთავრებ. არ მინდა სიმბიონტები, რომლებიც ჩემთან არ თანხმებიან. კარგი, მაშინ ხვალ ამავე დროს აქ შევხვდებით და გამთავრებ. რა დაიჯერე, ხვალ ამავე დროს აქ შევხვდებით სიმბიონტებო მეგობრებო, კარგად შეინახეთ თქვენი ზურმუხტები. დიახ, კარგად შეინახეთ, რადგან ყველა ჩემი იქნება. ასე რომ წავედით, ჯერ ვიპოვი იმ გამოცდას, რომელიც აზდონიანმა ვარდისფერმა სიმბიონტმა მოამზადა. გამოვიყენებ ჩემს სპაიდერმენ სონიკის ძალებს და მის ზურმუხტს დავიპატრონებ. დიახ? და ბოლოს, აქ ვარ, იდეალური დაშვება. რა გამოცდა უნდა გავიარო, რომ მივახციო 100 დონის სიმბიონტის ზურმუხტს? 100? ჰეჰე. ჩემი სიმბიონტის ზურმუხტი ძალიან კარგად არის დაცული. რადგან მე მოვამზადე მოტოციკლის ტრასა, რომელსაც აბსოლუტურად ვერავინ გაივლის. ის პრაქტიკულად შეუძლებელია და დაუძლეველი. ასე რომ თუ გინდა ზურმუხტი რომ გააუმჯობესო შენი სიმბიონტის ფორმა, ან საძვეს ახვალ. გენიალურია, ჯერ კიდევ არ გაუგია რომ სიმბიონტი არ ვარ. მას წინ სპაიდერმენის სონიკის მოტო, მე შენ გიხმობ. დიახ, ეს ნამდვილი მოტოა. ტრასა, ეს ჩემთვის ძალიან მარტივი იქნება. მე ვარ სპაიდერმენის სონიკი. ამ მხრიდან მოვალ და კი. ასე უნდა, ერთი მხრიდან მეორეზე, აქედან ავდივარ, ველოდები წისქვილს და ზუსტად საჭირო დროს ვაჩქარებ. დიახ. ნახე, როგორ კარგად გამომდის. ეხლა გაჩვენებ ჩემს სპაიდერმენის სონიკის მოტოს ძალას. მხოლოდ მე შემიძლია სიმბიონტებისგან სოფლიოს გადარჩენა. დიახ. კარგი, ეხლა ცოტა ხნით უნდა გავჩერდე და ზუსტად ამ წამს გავაგრძელო. წავედით. კარგი, ჯერჯერობით ძალიან კარგად გამომდის. სწრაფად. უი, ის დაბრკოლება იქ თითქმის დამეწია. მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერს საოცრად ვაკეთებ, რადგან მე ვარ სპაიდერმენის სონიკი და ნახე როგორ კარგად გამომდის. ახლა აქ გავაგრძელებ ფრთხილად. აქ სრულიად ვკარგავ ხილვადობას, მაგრამ სწორედ მაშინ ვიყენებ ჩემს ობობას გრძნობას. ეს ისაა, რასაც სიმბიონტები ვერ გაიგებენ. ამიტომაც მოუღებ მათ ბოლოს. ამ ტრასას ვლახავ, ყველაფერი იმისთვის, რომ გავაუმჯობესო ჩემი სპაიდერმენის სონიკის ფორმა და ასე მივიღებ ნამდვილ შანსს გამარჯვებისთვის და სიმბიონტების დასამარცხებლად. ვაუ, აქ საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ მტკიცე დავდგები, შემიძლია გავაკეთო, დიახ. ასეა, როცა ასეთი მაგარი მოტოციკლი გაქვს. სპაიდერმენ სონიკ, ნახე როგორ ვაკეთებ ამას. ეხლა აქ ავალ და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რთულია, აქედანაც ავალ. ბარიერები ქრება და უნდა გავაგრძელო. საოცრად კარგად გამომდის, ეს მოტოციკლი შესანიშნავია.
და ჩემი ობობას გრძნობაც შესანიშნავია. შენ კი წადი აქედან. ასე უნდა გაკეთდეს. ეხლა ეს კი ნამდვილად საკმაოდ რთულად გამოიხურება. კარგი, ნელ-ნელა უნდა გავაგრძელო. უი, აქ ნამდვილად მაქვს ჩამოვარდნის რისკი. თუმცა არ მანავლებს, რადგან ჩემი ობობის ქსელები გადამარჩენენ. მაგრამ მე დავკარგავდი შანსს, რომ ეს ზურმუხტი მომეპოვებინა და ამას ნამდვილად არ დაუშვებ. მაშასე, ამ მორებს გადავახტები და პირდაპირ აქ შევდივარ. რაც საოცრება, რას ფიქრობთ ას ფიქრომაზე? ეხლა ფრთხილად, რადგან ეს მორებით საკმაოდ საშიშია, მაგრამ მაინც გადავდივარ. კარგი, ასვლა აქედან, ასე უნდა, წავედით. და აქედან შევდივარ. შესანიშნავია, ჩემი ობობას გრძნობა მეხმარება უკეთესად გავერკვე და თუ დამჭირდება, ჩემი ობობის ქსელებიც უსაფრთხოებას მაძლევს. ეხლა აქ უნდა დავაჩქარო, წავედითო? შესანიშნავია და ამ მხარეს ავდივარ. რას ფიქრობთ ამაზე? წრეზე იდეალურად მივდივარ. თანაც საკმაოდ დიდი სიჩქარე. ჰა! ეხლა ვაჩქარებ და ნახეთ ეს ნახტომი. ვაუ, მგონი გადავაჭარბე. კარგი, აქ შევბრუნდები და ავავ. სანამ აქ შევახცევ. კარგი, უკვე ვუახლოვდები ამ მოტოციკლის ტრასის ბოლოს. უკვე ვხედავ საბოლოო პლატფორმას. იქ დავამთავრებ სიმბიონტს და მის ზურმუხტს დავიტოვებ. წავედით, ფრთხილად, ასე უნდა. ძალიან ფრთხილად. და ეხლა დროა დავაჩქაროთ. აი ესე, წავედით. და კიდევ ერთი კარგი აჩქარება, იდეალურია. მაქვს, ეს არის საბოლოო მონაკვეთი. Spider-Man Sonic-ი გადაარჩენს მსოფლიოს სიმბიონტებისგან. კაცო, ნახავთ ამას? დიახ, აქ ვარ. რას ფიქრობ ამაზე? ედიტ, ამ წელს ლეცეთი სიმბიონტი ვერ ასრულებდა. შენ ხარ ფაღლიკი, რომელსაც ჩვენი ზურმუხტები უნდა გავაფრთხილოთ სხვა სიმბიონტები. დიახ. ეგრო გინდოდეს, მაგრამ მე ვარ Spider-Man Sonic-ი, აი ეს ბადე და სამუდამოდ მიეცემე მანქანას. სიმბიონტებო, როდის ისწავლით, რომ ვერ შემაჩერებთ, ყველას დაგამთავრებთ. ჩემ Spider-Man Sonic-ის ფორმას კიდევ უფრო გავაუმჯობესებ 1 საათში, 100-მდე დონე. 100. დიახ. ვიცი რომ ეს ფორმა საოცარია და ეხლა ჩემ Spider-Man Sonic-ის ძალებს გამოვიხენებ, რომ შემდეგი სიმბიონტი ვიპოვო და დაუნტკიცო რისი გაკეთებაც შემიძლია. დიახ, და ბოლოს აქ ვარ. ხედავ რომ სიმბიონტებმა სამყაროს განადგურება დაიწყეს და უნდა შევაჩერო ისინი. განსაკუთრებით შენ. როგორ? უნდა შევაჩერო თავი, ანუ შენ მოღალატე ხარ. მინდა შეგაპყობინო, რომ სიმბიონტები ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვანადგურებთ პლანეტას და შენ ვერასდროს მიიღებ ჩემს 1000-იანი დონის ზურმუხტს, რადგან ის დამნაშავეთა ჯგუფს გადავეცი. ეს ჩემთვის პრობლემა არ არის, ობობას გრძნობა გააქტიურებულია. შემიძლია დავინახო, სად არის დამნაშავეთა ჯგუფი და ისინი ზუსტად იქ არიან. აი აქ ვარ. გამარჯობა, სად გაქვთ ზურმუხტი? ძალით გაიძულებთ რომ მომცეთ, ახლავე. აი ეს მიიღეთ დამნაშავეებო. სიმბიონტები, რომლებმაც ზურმუხტი მოგცეს, უბრალოდ უნდათ პლანეტის დაპყრობა და განადგურება. ვერ ხვდებით ჯანდაბა. ობობის ქსელი და ობობის ქსელი. ასე მომწონს ყველა ერთად, როგორც მეგობრები. და შენ არადგე, აიღე ჩემი ობობის ქსელები და შენ სცადე კონტეინერი. მითხარი, რა გემოაქვს? ოჩა, არადგეთ და არც უცნაური რამე სცადოთ. გამოვიყენებ ელექტროქსელს. ასე მომწონს. შესანიშნავი. ორივე ელექტროქსელმა დაამარცხა და შენ კიდევ დარჩი. ჰეი, მომეცი ზურმუხტი. თუმცა, ერთი წუთით არც ერთს არ გქონდა. ეს ნიშნავს, რომ მომატყუა, მას არ გქონდა. რომელი ბანდიტების ჯგუფი? ეხლა როცა გამომავლინეს, ალბათ ზურმუხტი იმ სიმბიონტს. ასე რომ პირდაპირ მასთან მივდივარ. არ დაგტოვნება, ზურმუხტი შენ დაიტოვო. მე ვარ Spider-Man Sonic-ი. აი ზურმუხტი, საიდან იცოდა? აი ხე. ჩემს ობობას გრძნობაზე დაკრდნობით ზუსტ დროს გამოვთვლი და დაგარტყა. მოდი აქ, მოიცადე. სად წავიდნენ? აი იქ არის. როგორც ჩანს ჩხუბი უნდა. მაშინ ჩხუბი მიიღე. არა. ვაუ, ძალიან ძლიერად ურტყამს. რა ჯანდაბა, სახანძრო მანქანა იყო რომ დამარტყას. აი მიიღეს. არა, წყეულო. გამიშვი. შეხედე იმ დატყმას. არა, გამიშვი. აქედან წადი, დაგამარცხებ. ელექტრობადე. წავედით. ელექტრიფიცირდი სიმბიონტო და სცადე.
ის ათავისუფლებს თავის სიმბიონტის ძალას. არ შემიძლია ამის ნება მილცე. დაგამთავრებ. აიღე საბლაბუდის ბომბი. გამიშვი და მე მოვიპოვებ ზურმუხტს. აიღე. ეს და იმედი მაქვს ასე. გაფრინდები და აღარ დაბრუნდები. ეს ზურმუხტი ახლა მთლიანად ჩემი არის. ასე მომწონს. ვნახოთ რას შეძლებს და რამდენ ძალას მომცემს. ეხლა მე ავალ 1000-იან დონეზე. აი ეს კი. ეს არის ნამდვილი სპაიდერმენის ძალა, ასე რომ ეს არის სპაიდერმენ სონიკის ნამდვილი ძალა და რა თქმა უნდა ამას გამოვიყენებ რომ ჩემი ობობას გზნობა მომეხმაროს შემდეგი სიმბიონტის პაუნაში და ბოლოს აქ ვარ. რა ჯანტაბაა ეს ადგილი და რა გამოცდებია ჩემთვის მომზადებული სპაიდერმენ სონიკო? მოგესალმებით ჩემს დიდ გამოცდაზე, სპაიდერმენ სონიკო. უკვე ვიცი რომ მოღალატე და თაღლითი ხარ და არაფერს შეგარჩენ. ჩემი სიმბიონტი ზურმუხტის სუპერგაძლიერებული 10,000 დონის. კარგად არის დაცული, რადგან მას იცავენ ჩემი საყვარელი ბნელი სიმბიონტები, რომლებიც სიცოცხლესაც კი გაიღებენ ჩემთვის და შენ შეგჭამენ. მოდი სადე, მოახლოვდე, რადგან ეს შენი დასასრული იქნება. ეს ჯერ კიდევ ნახავთ. ჩემი ობობის გრძნობამ აფრთხილებს ყველა შენს სიმბიონტზე და ყველას დავამთავრებ. მოდი, ბადეები მათთვის. სულ ერთია სიმბიონტის ისრებს რომ მესურიან. ვერაფერს დამაკლებენ. აი ეს მიიღეთ. დიახ, სპაიდერმენ სონიკი თქვენ დაგამთავრეთ და შენ მიიღე ჩემი ელექტრული ბადე სულელო. აქ დარჩი. დიახ, კიდევ ბევრი მელოდებოდა. ასე რომ სხვა გზა არ მაქვს. სპაიდერმენ სონიკის კლონირება. დიახ. ასე თქვენს ყურადღებას ნამდვილი სპაიდერმენ სონიკიდან, ანუ ჩემგან გადავიდან. აი, ესეც და ესეც. დარტყმის ბადე შენთვის, ეს ძალა საოცარია და თქვენ სცადეთ ეს, ობობის ბადის აფეთქება. დიახ, ბევრი უკვე გაუნძრევლად დარჩა, მაგრამ ეხლა დანარჩენებიც უნდა გავაშეშო. წავედით, შენ არ ადგე, გამეცალე გზიდან, ჯერ არ მინდოდა ამის გამოყენება. მაგრამ ხედავ რომ სხვა გზა არ მაქვს. წინ, სპაიდერ დრონებო, მიხედეთ ამ სიმბიონტებს. სპაიდერმენი დრონებო, წავედით, გედით, გაანადგურეთ ყველა, დიახ. ეხლა კი დავამთავროთ ესენი. წამოდით, დრონებო, წამოდით! არც ერთი არ დატოვოთ ცოცხალი, მაპატიეთ სიმბიონტებო! მაგრამ სპაიდერმენი სონიკი მოვიდა და ყველას დაგამთავრებთ. ბადის ბომბი! წავედით! და შენ რას აკეთებ იქ შორს? უკეთესია ბადეთ გადაიქცე, უკვე დასასრულს უახლოვდები. ამას ვასრულებ, მხოლოდ რამდენიმე სიმბიონტია დარჩენილი და ღმერთო ჩემო, კარგი, ეს გართულდა. აქ ფრთხილად უნდა გავისრიალო. უნდა ვნახო როგორ მორჩემათ. მგონი ვიცი. აქ გადავხტები და ყველას შუაში. ბადეები ყველასთვის. დიახ. რამდენიმე უკვე დავამთავრე. ეხლა ჩემი დრონები დამეხმარებიან. წავედით. ერთად დავამთავრებთ ბნელ სიმბიონტებს. დიახ. გზიდან ჩამომეცალე. შესანიშნავია, აღარავინ დარჩა. მხოლოდ ეს და ჩემს დრონებთან ერთად ადვილად ვანადგურებ. კარგი. მიიღე. ესეც და ესეც. ესენი იყვნენ შენი მსვლელები, ყველანი ობობის ქსელით არიან დაფარული. გააქვს ბოლო სიტყვები? არა, ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ძალა თუ მექნებოდა. მოიცადე ერთი წუთით, შეგვიძლია მეგობრები ვიყოთ. სპაიდერმენ სონიკი, არასდროს ვიქნები სიმბიონთან მეგობარი. მიიღე ჩემი ელექტროქსელი და იქვე დარჩები გაჭედილი. ეს ზურმუხტი მთლიანად ჩემი იქნება და მე გადვითარდები ახალ ფორმაში. სპაიდერმენ სონიკიდან მე 100,000 დონემდე. დიახ, ეს საოცარია. მე 10,000 დონეზე ვარ. ეხლა უნდა წავიდე ბოლო სიმბიონტის ზურმუხტის მოსაპოვებლად და მზად ვიქნები საბოლოო ორბოლაში გასამარჯვებლად და სიმბიონტებისგან მსოფლიოს გადასარჩენად. ასე რომ მიდის სპაიდერმენ სონიკი. და ბოლოს აქ ვარ. ეს რა ჯანდაბაა? საბრძოლო კოლიზეუმია? რა თქმა უნდა. სკეულო იმპოსტორო, უკვე შენ. აღმოგაჩინეთ. და ჩვენ არ დაგდავებთ. სახვიდე. ამასთან. ჩემი უსიცოცხლო ზურმუხტი, ჩემი 100,000-იანი სიმბიონტი, შენთვის არ იქნება. უკვე გაფრთხილებ, რადგან მე თვითონ საკუთარი ხელებით დავასრულებ. შენთან ერთად.
დიდი კონეზე ომის ველზე. სადაც არც ერთი ბრძოლა არ წამიგია. ეს ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ. ობობას გზნობა გააქტიურდა. უი, მოდის და მოდის მთელი ძალით. ცხეულო, არ მოგწემ რომ შენი გაიტანო. მიიღე, დიახ. უაჰ, კარგი. კოლიზეუმში საუკეთესო გზით ვიმოძრავებ. უნდა გამოვიყენო ეს, რადგან მე ვარ სპაიდერმენი სონიკი და ამას შენს დასარტყმელად გამოვიყენებ. უაჰ, ეს დარტყმები მტკივნეულია, მაგრამ შემიძლია გამოვკეთდე. წინ დრონებო! და მეხმარეთ მოუღო მას ბოლო. უაჰ! მიუხედავად იმისა, რომ მას საოცარი ძალა აქვს, მაგრამ უნდა დავარტყა მთელი ძალით. უაჰ! ცხეულო, ეს დარტყმები მტკივნეულია, მაგრამ საკმარისი არაა რომ დამამარცხოს. დასაპირებდი იმქვით, დროსაც კი არ მოგცემ რომ გამოიყენო. წავედით. აიღე ჩემი ბადეები. უაჰ, რას მიკეთებს? შეუძლებელია მისი შეჩერება ძალიან ძლიერია. მგონი უკვე ვიცი. დარტყმის ბადე. მიიღეს, ეს და ეს. აი ასე მომწონს. ეხლა ზურმუხტი ჩემია. რა ჯანდაბა? ეს დაკმა ძლიერი იყო, მოდის დელი ძალით. მაგრამ იცოდე, არ ვაპირებ დანებებას. ელექტრობადე, მიიღეს. იგრძენი, როგორ მიედინება ვოლტები შენ სახლში. ბუმბა ბადეში, მიიღეს. ვეცდები გავაჩერო, თუმცა ვაუ, ამ ცემას ძნელია გაუძლო. მას დიდი ძალა აქვს და მისი შეჩერება რთულია. მგონი უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო. ნახე ჩემი ბადის ავტომატი. არც ერთს არ მოხვედრია. მაშ, წავედით, დაგამტავრებ როგორც საჭიროა. ახლა, ნახე რა ძალა მაქვს შიგნით და როგორ განადგურებს. გამიშვი რომ შემიძლია დაგანგრიო. დიახ. წამო, ეხლა კი იქიდან აღარ ადგე ბადეების ავტომატო. ნახე რას გააკეთებ ამის წინააღმდეგ. მთლიანად ჩემს ბადეებში გაები. ეხლა სიმბიონტის ზურმუხტი და 100,000-იანი დონისიც მთლიანად ჩემი გახდა. ასე რომ წინ, გავათავისუფლებ ჩემს ახალ და საბოლოო ფორმას, რომლითაც ვაპირებ დავასრულო ის საბოლოო სიმბიონტი. სპაიდერმენ სონიკი 100,000 დონე. აი, წავიდა. დიახ. ეს ნამდვილად სპაიდერმენ სონიკის ნამდვილი ფორმა და ნამდვილი ძალა. ასე რომ მოემზადე სონიკ სიმბიონტო, რადგან მთელი ჩემი ძალით შენზე მივდივარ და ბოლოს აქ ვარ სრულიად მზად. ყველა ზურმუხტის ერთად შერწყმით, რაც კი მოვიპოვე. მოდით სამიყვანეთ, რაც არ უნდა გჭირდეს, ვერ შეძლებ ჩემს დამარცხებას. კარგი, მგონი დროა რომ შეჯიბრი დავიცვოთ. $1,000,000 საპრიზოდ და მხოლოდ 2 მონაწილე დარჩა. სონიკის სიმბიონტი, რომელიც თითქმის $1,000,000-იან დონეზეა და სპაიდერმენი სონიკი, რომელმაც ყველა სიმბიონტი დაამარცხა და ახლა 100,000 დონეზეა. ეს რბოლა სასიკვდილო იქნება. ანუ შეგიძლიათ იბრძოლოთ და ვინც წააგებს მოგვდება. დაიწყეთ. 3, 2, 1 დაიწყეთ. რა თქმა უნდა. ახლა ყველაფერს უდებს საქმეში. ვერ დამეწევი სულელო, იმიტომ რომ ჩემს მთელ ტურბოს, ძალას და სიმბიონტის სისწრაფეს გამოვიყენებ. მიუხედავად ამისა, არ მინდა. და შური ვიძიო ჩემი სიმბიონტი მეგობრებისთვის. ამიტომ გამოვალ რბოლიდან და პირდაპირ აქ დაგელოდები. ასე თავად დაგამთავრებ. ზურმუხტებო, მთელ თქვენს ძალას ჩემში მიღებ. დიახ, და ეხლა ყველაფერს ვდებ. ეს რბოლა კარგად უნდა ჩავატაროთ. წავედით, ჩემი სპაიდერმენ სონიკის ძალით ამას იდეალურად შევასრულებ. ჩემს ქსელებს გამოვიყენებ და ტრასის ზემოდან გავცურდები. ზედფეხის დადგმა არ დამჭირდება თუ სიმბიონტი სონიკმა რამე მახე დაგვიგო. ასე რომ შევძლებ ამას და მოვიგებ შეჯიბრებას. მოვიპოვე ფულს და გადავარჩენ სამყაროს. კი თუ არა? ბოლოს მოხვედი. დროა რომ დაგამთავრო, სანამ რბოლა დასრულდება. არა, მოიცადე. არა, დაწყევლილო. რა ძლიერად ურტყამს? აშკარად ძალიან ძლიერია. და შეუძლია სიმბიონტის ძალის ბურთების გაკეთებაც. მაგრამ მცემს.
ვახ, ჯანდაბა, თითქმის არ მაქვს შანსი რომ მის დარტყმებს ალწდე. წამოდი, უნდა ვცადო, რაც შეიძლება სწრაფად გავიქცე. სოლმლე წავს, აი მოდის, უკნიდან ჯანდაბა, ვერაფერს უხერხებ. მე მხოლოდ 100,000-ის დონეზე ვარ და ის თითქმის მილიონამდეა. შემჩნიე, რომ თითქმის ყველა ზურმუხტი მოვიპოვე, მაგრამ მოიცა. თითქმის ყველა ზურმუხტი გარდა ამ ერთისა. აქ დატოვა. და თუ საკმარისად სწრაფი ვიქნები, შევძლებ გამოვიყენო ეს, რომ მივახციო მილიონიან დონეს. ეს არის სპაიდერმენის სონიკის საბოლოო ფორმა. დიახ. ეს ნამდვილი ძალა. მოემზადე სიმბიონტ სონიკო, რადგან ჩემს მხარეს არის სპაიდერმენის სონიკის მთელი ძალა. დიახ. მოემზადე და მიიღე ეს დარტყმები. შენ უნდა მოსულიყავი ჩემთან, რადგან ახლა მე შენზე ძლიერი ვარ. ნახე ეს სპაიდერმენის სონიკის მილიონი დონის სხივი. კარგი. ეჭუ გარეშია, ეხლა ძალიან კარგ ფორმაშია, ძალიან ძლიერია. მაგრამ მე მაქვს მილიონი დონე, მაშინ როცა შენ მხოლოდ 999,000-ში ხარ გაჩერებული. მე გავხდი სპაიდერმენის სონიკი. მაინც მისი დარტყმები ძალიან ძლიერია და საკმაოდ მძაფრად ხარ. უნდა შევაჩერო, რომ ტრასიდან არ გამაგდოს. დიახ. სადე ეს? მე ვარ სპაიდერმენ სონიკი. მე მივახციე მილიონიან დონეს, ჩემი შრომით, ძალისხმევით და ერთგულებით და შევძელი შემეღწია სიმბიონტებით სავსე სამყაროში, რათა გადავარჩინო კეთილი ხალხი, ასე რომ ბოდიში. რამდენადაც არ უნდა დამარცხა, მე უფრო ძლიერად დაგართხამ. და რამდენადაც არ უნდა სცადო ჩემი დამარცხება, მე შენ დაგამარცხებ. მაშასე ნახე ეს ძალა. ეს არის ნამდვილი და საბოლოო. სპაიდერმენ სონიკის სხივი. დიახ. აიღე ეს სიმბიონტო, იგრძენი ჩემი სხივის ძალა, ჩემი მილიონი დონის სხივი. არ ვიცი, დიახ. კარგი, მგონი სრულიად დავამარცხე, ასე რომ შემიძლია ტურბო ჩავრთო და რბოლა მასზე ადრე დავასრულო. ამ სიჩქარით ეს ძალიან მარტივი იქნება. აი ასე უნდა. და ბოლოს უკვე ფინიშის სწორზე ვარ. ასე რომ ძალიან წუხვარ სიმბიონტო სონიკო, მაგრამ შენ და შენი სიმბიონტები ჩემს პლანეტას ტოვებთ. მე ყველას გადავარჩენ, რადგან მე ვარ სპაიდერმენ სონიკი და იმიტომ რომ რბოლა მოვიგე, ახლა ეს მთელი ფული ჩემი იქნება, ხომ ასეა დოქტორ? ეგმენი თანოსი. რა თქმა უნდა, სპაიდერმენ სონიკი, ყველაფერი შენია, უბრალოდ არაფერი დამიშავო. ის ძალიან ძლიერია. ასე მომწონს, ნებართვით ყველაფერს ავიღებ და ვიყენებ ჩემს საოცარ ძალას სპაიდერმენ სონიკისას, რომ მივიტანო ეს ყველაზე მეტად გაჩინვებულ ადამიანებს. რადგან სანამ სპაიდერმენ სონიკი აქ მილიონე დონეზეა, არავინ დაიტანჯება და მსოფლიოს ეხოლება დამცველი, დიახ.